იბატონო მოვიტოთ ეგრეთ წოდებულ საკანონმდებლო ორგანოში. ეს არ არის პარლამენტი, ეს არის ეგრეთ წოდებული პარლამენტიც არ არის, სანიტარო ბიუროა. ერთი სიტყვით აქ ყოფის შესული ხალხი არავითარ შემთხვევაში არც ახლა და არც მომავალში არ აპირებს ასახოს ქართველი საქართველოს მოქალაქის ინტერესი. შესაბამისად, აი ეს რაც ხდება ახლა შიგნით და რაც ხდება გარეთ, ეს გაგრძელდება მანამ. აი ეს დაპირისპირება გაგრძელდება მანამ, სანამ გარეთ ყოფი ხალხი არ დავამარცხებთ შიგნით თვითმარქვია ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. ეს არის მიზანი, ეს არის ამოცანა, არავინ ამას არ მალავს. როდის იქნება კიდევ ერთხელ დავსვამ ამ კითხვას, ვიგორს აინტერესებს მაშინ, როდესაც მოხდება. მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად ბრძოლა არის ყოველდღიური. ყოველდღიური ბრძოლა არის, იმიტომ რომ ეს ხალხი არც აპირებს პრეტენზიაც ჰქონდეს სუვერენულ ქართულ სახელმწიფოზე. არ აპირებს პრეტენზია ჰქონდეს განვითარებულ სახელმწიფოზე. არ აპირებს პრეტენზია ჰქონდეს მრავალფეროვნებაზე, ევროპულობაზე, კოალიციურ მმართველობაზე. რეალურად ამ ხალხს შიგნით სურს, რომ ქვეყანაში დარეგისტრდეს, ამორჩილოთ ერთი ადამიანი. ერთი სახელით და გვარით ადამიანი. ეს არ მოხდება და ეს ვერ მოხდება, დიახ ეს. ეგრეთ წოდებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ, დიახ, საზოგადოების დიდი ნაწილისთან თქვა, რომ სპორტული აფერისტები არიანო, არასწორად დაწერეს მანდატებთან დაკავშირებით თავიდან შეავსონო შალვა ნათელაშვილს შეგადარათ და ამასთან ერთად დაანონსა, რომ ხვალ უკვე ცნობილი გახდება ყველასთვის, როდის ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, რატომ ჩქარობს ასე ძალიან თქვენი აზრით შალვა პაპუაშვილი და რას უპასუხებთ სპორტულ აფერისტებს? მთელი ცხოვრება რო იცხოვრო შალვა ნათელაშვილთან ახლოს ვერ მივერასოდეს შალვა პაპუაშვილი ეს ერთი არ შემიძლია არ მეთქვა. მეორე თუ აუცილებელი არის ჩვენ ვთქვით არაერთხელ კიდევ დაიწერება ეს განცხადებები. გასაგებია თქვენს რომ იურგი უძალა ამ მსვლელობა ვერ მიეცემა ჩვენს მიერ უკვე დაწერილ განცხადებებს კი ბატონო დავწერთ აქ არავინ არ აპირებს აქ როგორ შეიძლება ეგრეთ წოდებულ პარლამენტში საერთაშორისო იზოლაციაში ყოფი ეგრეთ წოდებული ხელისუფლის პირობებში მის სანიტარო ბიუროში რომელიმე პოლიტიკურად თამოყვარი ადამიანურად თამოყვარი ადამიანი იქ შევიდეს ხო ხა წარმოუდგენელი ეს დღის წესრიგში არ დღეს და ჯერა და არ მინდა მჯეროდეს ბოლომდე ნუ ყველა 4-ვე ჯგუფის წარმომადგენელი ასე მოიქცევა. ეს ასეა. როდესაც საერთაშორისოა იზოლაცია, როდესაც არაღიარებული აქვს დასავლეთს დემოკრატიოს ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგები ხა საუბარი უნდა დასრულდეს ვინ არის შემსვლელი და ვინ არ არის. ჩვენი გადაწყვეტილება კოალიციას ცნობებდა სხვა პარტიებმაც მიიღეს, დასაწერი იქნება დაიწერება. ამიტომ ამ თვითმარქვია ხელისუფლებამ არ ინერვიულობს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ღელად და განვიცდით, თითოეული დღე ამ სახელმწიფოსთვის არის დაკარგული. თითოეული დღე მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ყველა ევროპის კარი არის ღია და თავისუფლად შეგვიძლია რამდენიმე წელიწადში გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო და მოლაპარაკებების პროცესი გაიხსნას მანამდე. აი ამ გზაზე არის წარმოუდგენელი შეფერხება ეს ადამიანი და ეს ადამიანი არის თავის ხელისუფლებასთან ერთად ძალიან სწრაფად დასამარცხებელი ხალხის მიერ. ნიკა, ბოლო კითხვასაც დაგისვამ, საგარეო საქმეთა მინისტრის სოფლის მეურნეობა იუსტიცია შეცვალა ირაკლი კორბახიძემ. საგარეო მიმართულებით განსაკუთრებული პრობლემა აქვს ქართულ ოცნებას სრული იზოლაციაში. ხომ არ გაგვთათ, ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა კორბახიძე ფიქრობს, რომ მაკა ბოჭორიშვილი დაალაგებს ურთიერთობებს ევროპასთან. შეიძლება რაიმე გამოსავალი მოიძებნა სამიმართლე თქვენი აზრით? თუ ხუმდგომარეობაში ახალწლად. მაკა ბოჭორიშვილი შეიძლება თეორიულადაც იმის წარმოქმნა, რომ რაიმე ტიპის გარღვევას მოახდენს საერთაშორისო იზოლაციისა ამ რუსული მმართველობის წევრი მაკა ბოჭორიშვილი გამორიცხული ამაზე საუბარიც უხერხულია და მე ვფიქრობ აბსოლუტურად ზედმეტ წარმოქმნა არ მაქვს საკუთარ თავზე, მაგრამ ვთვლი რომ ძალიან დიდი პატივია ქალბატონ ბოჭორიშვილზეც და არ ვიცი მის პორტფელიოზეც საუბარია ხა. რა თქმა უნდა საერთაშორისო იზოლაცია მხოლოდ აღმავდება ვინც არ უნდა დაინიშნოს არალეგიტიმური ხელისუფლების რომელიმე მინისტრად. რაც შეიძლება სწრაფად ეს რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს, რომ გახდნენ იძულებულნი ჩაინიშნოს ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები. მანამდე უნდა ვარყიოთ მოძრაობა ცვლილებებისთვის.